საღამო მშვიდობისა. მცირეოდენი პაუზის შემდეგ ჩახლართული ისტორიების მოყვარულებს კვლავ აქვთ საშუალება ჩაერთონ პატარა ტელეთამაში სახელწოდებით სიტუაცია პლუს. დამეთანხმეთ, რომ არ არსებობს სიტუაცია, საიდანაც არ არსებობს გამოსავალი. უბრალოდ საჭიროა ოდნავ გონების დაძაბვა და ფანტაზიის მოშველიება. არ ვიცი როგორი გამჭრიახები ბრძანდებით ცხოვრებაში, მაგრამ ამის შემოწმება იოლად შეიძლება სწორედ ჩვენი თამაშის საშუალებით. მათ კი ვისაც ყველაზე ორიგინალურად უჭრის გონება და ნებისმიერი სიტუაციად ნახერხებს თავის დაღწევას, ჩვენ რა თქმა უნდა არ დავტოვებთ სატელევიზიო დაჯილდოების ტრადიციული ფორმის, ანუ პრიზის გარეშე. ეს პატარა შესავალი. ახლა კი დღევანდელი თამაშის შესახებ. სიტუაცია, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ, ყველაზე მეტად დააფიქრებს ერთ-ერთი უძველესი პროფესიის ადამიანებს. მას ასე ყურადღებით იყავით და რაც მთავარია ეძებეთ გამოსავალი სიტუაციიდან. ეს ამბავი დაიწყო სრულიად ჩვეულებრივად. ყოველ შემთხვევაში ჩვეულებრივად ჩვენი გმირისათვის. ხო, მართლა ჩვენი დღევანდელი ისტორიის გმირი, მშვენიერი პროფესიის მქონე მშვენიერი ახალგაზრდა, რომელიც მუშაობს ტელევიზიაში ან რადიოში. თუმცა არა, იგი ერთ-ერთი გაზეთის საკმაოდ ნიჭიერი და გამოცდილი თანამშრომელია. მოკლედ, როგორც თქვით, ყველაფერი დაიწყო ჩვეულებრივ სამუშაო დღეს. როდესაც ერთი საინტერესო იდეით შეპყრობილი ჩვენი გმირი ჩვეულებრისამებრ გაემართა მორიგი საგაზეთო მასალის მოსაპოვებლად. ამჯერად კი მისი ყურადღება მიიპყრო ერთ-ერთი ბანკის, არა, სავაჭრო ობიექტის, თუმცა არა, ერთ-ერთი საკმაოდ ცნობილი საწარმოს საქმიანობა. ხო, სხვათა შორის ჩვენი გმირი ჟურნალისტთა იმ კატეგორიას ეკუთვნის, რომელთაც შესაშურად გამჭრიახი თვალი, ხიზელი ყური და საკმაოდ ბასრი ენა. უკაცრავად, ხო, ბასრი ენა აქვთ. ეს ისე, სხვათა შორის, მიყვეთ მოვლენებს. საწარმო, რომელსაც ჩვენმა გმირმა თვალი დაადგა, მართლაც იპყრობდა ყურადღებას. სოლიდური წარმოებით, სოლიდური კაბინეტებით, სოლიდური დირექტორით. და რაც ყველაზე მთავარია, თავის გარშემო სოლიდური რაოდენობის ჭორების არსებობით. ჭორების, რომლებიც არც თუ ისე სახარბიელო რეპუტაციას უქმნიდა ამ ორგანიზაციას. სწორედ ამ ჭორების სიმართლე სიცრუეში დარწმუნება იყო ჩვენი მშვენიერი პროფესიის გმირის ერთ-ერთი მთავარი მიზანი. მოკლედ, მიღება იყო საკმაოდ თბილი, სტუმრისთვის მირთმეული სასმელებით ცივი. ძალიან ცხელოდა საწარმოს დირექტორის გონებაშიც, რომელიც აქტიურად მუშაობდა იმ მიზნით, რომ რაც შეიძლება კარგი შტაბ-ეჭდილება მოეხდინა მშვენიერი, მაგრამ ზოგიერთისთვის სახიფათო პროფესიის სტუმარზე. ეს კი არც ისე ადვილი იყო, რადგან ჩვენი გმირის გონებაში უკვე მწიფდებოდა სტატია, რომელიც ნამდვილად არ მოეწონებოდა სოლიდური საწარმოს სოლიდურ დირექტორს. შემდეგ ჩვენი გმირი აქტიურად იყო დაკავებული თავისი ჩანაფიქრის განხორციელებით. მიაგნო რამდენიმე ისეთ ფაქტს, რომლებიც სავსებით ამართლებდნენ სოლიდური საწარმოს გარშემო სოლიდური რაოდენობით არსებულ ჭორებს. მოკლედ ჩვენი მშვენიერი, მაგრამ ზოგიერთისთვის სახიფათო პროფესიის გმირი სენსაციურ პუბლიკაციას ამზადებდა. და ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა, სანამ არ გაისმა ერთი სატელეფონო ზარი. დიალოგი მოკლე და მშრალი, არც თუ ისე დაფარული გაღიზიანებული ტონი, შეხვედრის დღე და საათი. მოკლედ სოლიდური საწარმოს კარგად ინფორმირებულმა სოლიდურმა ხელმძღვანელობამ უკვე იცოდა თუ რა ინფორმაციას ფლობდა ჩვენი მშვენიერი, მაგრამ სახიფათო პროფესიის ახალგაზრდა. ჩვენი გმირი რა თქმა უნდა წავიდა შეხვედრაზე. მიდიოდა და ფიქრობდა თუ რა თანხას შესთავაზებდა. ამ თანხას იგი როგორც მივხვდით არ აიღებდა, თუმცა მაინც საინტერესო იქნებოდა შეთავაზების პროცესი. მაგრამ ვარაუდი არ გამართდა. შეხვედრა იყო საკმაოდ ცივი, ბევრის თქმელი და დაუფარავი მუქარით ახსავსე. ეს სასიამოვნო საუბარი სრული განხეთქილებით დამთავრდა. და აი აქ იწყება ყველაზე საინტერესო. ჩვენს გმირს ამ ინციდენტმა თავმოყარეობა შეულახა. თუმცა გაუათმაგა ეგრეთ წოდებული პროფესიული ინტერესი. მან რა თქმა უნდა საჭირო ჩათვალა სასწრაფოდ გაზეთის რედაქტორისთვის ეცნობებინა მომხდარის შესახებ. აქ სრულ გაუგებრობას წააწყდა. რედაქტორი ჯერ შესამჩნევად შეშინდა. შემდეგ კი გადაჭრით განაცხადა, რომ სტატიას არ დაბეჭდავდა. სოლიდურ საწარმოს, როგორც აღმოჩნდა, სოლიდური გავლენა ჰქონდა ყველგან. თუმცა ამ ფაქტმა სრულიად არ შეცვალა ჩვენი გმირის ზრახვები. პირიქით. მალე ის გაზეთიც გამოჩნდა, რომელსაც ნაკლებად ეშინოდა. ამ ამბების პარალელურად იზრდებოდა მუქარის რიცხვი. თავიდან ტელეფონით, ერთ დღეს კი ამ მუქარამ ჩვენი მშვენიერი პროფესიის გმირის სხეულზეც გადაინაცვლა. სოლიდური საწარმოს სოლიდური საქმოსნები აღარ ხუმრობდნენ. თუმცა არც ჩვენი გმირი იყო ხუმრობის ხასიათზე. მისთვის ახლა დათმობა ძალიან ბევრის დაკარგვას ნიშნავდა. ასე რომ იგი კატეგორიულად არ აპირებდა უკან დახევას.
მუქარა და მისი განხორციელების მცდელობა კი უკვე სერიოზულ ფორმებს იღებდა. ასე რომ იძაბება სიტუაცია და ჩვენი მშვენიერი, მაგრამ ზოგიერთისთვის სახიფათო პროფესიის ადამიანი თავის პროფესიულ ინტერესებს არც მეტი, არც ნაკლები შესაძლოა შეეწიროს კიდეს სამწუხაროდ. აი ასეთი ამბები ხდება. ამ დაძაბული სიტუაციიდან დარწმუნებული ვარ, არსებობს გამოსავალი. თანაც საკმაოდ მრავალრიცხოვანი. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ თქვენთაგანს უკვე აქვს სიტუაციიდან თავის დაღწევის საკუთარი ვერსია. ნუ შეინახავთ ამ ვერსიებს თქვენთვის. აკრიფეთ ტელეფონი ნომრით 36 88 71 და ჩვენს გაგვიზიარეთ ისინი. არ დაგავიწყდეთ განსაკუთრებული ინტერესით ველით ყველაზე ორიგინალური ვერსიის ავტორებს. ამ საღამოს ჩვენ კიდევ ერთხელ შევხვდებით ერთმანეთს და მოვისმენთ ნაჩვენები სიტუაციიდან გამოსავალის თქვენს მიერ შემოთავაზებულ ვარიანტებს. სიტუაცია პლუს ელის თქვენს ზარებს. დროებით. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და შეგახსენებთ, რომ სტუდია მაესტროს ეთერშია ტელეთამაშის სახელწოდებით სიტუაცია პლუს. ჩვენი თამაშის მეორე ნაწილი როგორც ყოველთვის გეთმობათ თქვენ. ანუ მათ ვინც ასე აქტიურად გვირეკავს და გვთავაზობს სიტუაციიდან გამოსავალის საკუთარ ვარიანტს. დღეს ეს ვარიანტები საკმაოდ მრავალფეროვანი და რაც მთავარია მრავალრიცხოვანი იყო. ჩემი აზრით სიტუაციიდან გამოსავალი ასეთია, რომ ამ ჟურნალისტმა უნდა შესთავაზოს ამ საწარმოს ხელმძღვანელობას ასეთი იდეა, რომ მათ გადაუხადონ გარკვეული თანხა, ამ თანხის გადახდის შემდეგ აღარ მოქვეყნებოდა ეს სტატია გაზეთში და თანხის გადახდის მომენტში ჟურნალისტი დააჭაინებდა ამ პიროვნებებს. რომ გაზეთის თავი რედაქტორი იყო, სიტყვით ძალიან გამეხარდებოდა ის ფაქტი, რომ ყავს კორესპონდენტი, რომელსაც შეუძლია საკმაოდ დამაინტრიგებელი მასალის მოწოდება. შევეცებოდი აუცილებლად ამეყო თანხა გაზეთის ფონდიდან, რომლის მეშვეობითაც მე დავუქირავებდი მას დაცვას, მაგრამ ამით ბოლომდე დავიცავდი სიტყვის თავისუფლებას და შევქმნიდი იმ აუცილებელ პირობებს, რაც ამდენი ჟურნალისტი ჭირდება მუშაობისთვის. ჩემი აზრით სიტუაციიდან ასეთი გამოსავალია. ესე იგი, ჟურნალისტმა რამოდენიმე ასლი უნდა გადაიღოს ამ სტატიის, დაარიგოს სხვადასხვა ადგილებში და ამის შემდეგ უთხრას საწარმოს ხელმძღვანელებს ასეთი რამ, რომ როგორც კი განახლდება და გაგრძელდება მისი ფიზიკური შეურაცხყოფა, მუქარა, ტერორი, მაშინათვე სტატია გამოქვეყნდება. აი ესეთია ჩემი აზრით გამოსავალი აქეთ. ეს იყო მხოლოდ რამდენიმე სატელეფონო ზარი, რომელიც გამოიწვია ჩვენს მიერ დღეს შემოთავაზებულმა ისტორიამ. როგორც ყოველთვის იმედი გვაქვს თქვენი ფანტაზიის და ორიგინალური აზროვნების. არ დაგავიწყდეთ, ყველაზე ორიგინალური გამოსავალის ავტორებს ელით პრიზი. დღეისათვის სულ ეს იყო. გემშვიდობებით ტრადიციული სიტყვებით. ჩაერთეთ ტელეთამაშში სიტუაცია პლუს, იფიქრეთ, ეძებეთ და უბრალოდ გაერთეთ ჩვენთან ერთად. არ დაგავიწყდეთ ჩვენი ტელეფონის ნომერი 36 88 71. მომავალ შეხვედრამდე სტუდია მაესტროს ეთერში. კარგად.